მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში დასრულდა. გუდაურში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში მსოფლიოს 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობდა. 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასს უკვე მესამედ უმასპინძლა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისება მთის ტრასების ააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შალვა სუმბაძე იმყოფება გუდაურში და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს. შალვა, გისმენთ, როგორ გადანაწილდა საპრიზო ადგილები? მამაკაცთა კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ავსტრიელი სპორტსმენი, ხოლო ქალების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ფრანგმა სპორტსმენმა. აღსანიშნავია, რომ 3 ადგილიდან ოქროს და ვერცხლის მედლები სწორედ ფრანგმა სპორტსმენებმა გაიყვეს. საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა დღევანდელი ღონისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ მთელ რიგ შემთხვევებში გახდა, ასე ვთქვათ, ფოტოს ჩართულობა, ფოტოფინიშის ჩართულობა საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაძაბული იყო სპორტსმენებს შორის პაეკრობა. შესაბამისად საკმაოდ კარგი სანახაობა ნახა აქ მოსულმა მაყურებელმა, რომელიც საკმაოდ ბევრი იყო დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობდა ამინდით, საკმაოდ კარგი ამინდი იყო გუდაურში. შესაბამისად აქ იმყოფებოდა როგორც ბევრი ადგილობრივი მოქალაქე, რომელსაც სურდა ამ სპორტული სანახაობის ნახვა, ასევე აქ იმყოფებოდნენ ტურისტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ აქვს შესაძლებლობა ბევრ ქვეყანაში ნახონ მსგავსი ტიპის შეჯიბრებები. შესაბამისად ისინი მოხარულები იყვნენ, რომ ამის შესაძლებლობა გუდაურში მიეცათ. როგორც აღნიშნე, ეს არ არის პირველი მსოფლიო თასის ეტაპი, რომელსაც გუდაურმა უმასპინძლა. წელს ასევე ჩატარდა 3 ჯამში, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი და 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ამ ყველაფერში, ამ სპორტულ ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა წინა წლებში გამართული სპორტული შეჯიბრებები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია მსოფლიო ფედერაციამ დადებითი შეფასებები მისცა ჩვენ ზამთრის კურორტებს, გადაწყდა, რომ მუდმივ კალენდარში იქნებოდა გუდაურიც და ბაკურიანიც, ასევე მესტიაც. შესაბამისად, როგორც ქართველ მაყურებელს, ასევე აქ ჩამოსულ დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს, რომ უმაღლესი დონის ჩემპიონატებს უყუროს სწორედ საქართველოში, ზამთრის კურორტებზე. ძალიან კარგია აქ ყოფნა, შეჯიბლის სიგიჟე იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამაში ვიღებ მონაწილეობას. ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით, რადგან ძალიან მომწონს ეს ადგილი. თავს ისევ გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუდაურში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ეს ძალიან კარგი ადგილია. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით. ძალიან კარგი შეგრძნებები. ზამთრის კურორტებისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი შეჯიბრებების ჩატარება. სასიხარულოა, რომ დღეს სამთოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და დღეს ამიდმა ძალიან გაგვიმართლა, ძალიან კარგი ლამაზი შეჯიბრი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარება მომავალში ხელს შეუწყობს ამ სპორტის დისციპლინის განვითარებას საქართველოში. შესანიშნავი შეჯიბრება იყო. ორგანიზატორებისთვის იყო ბევრი გამოწვევა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგია. მაღალი დონის შეჯიბრება იყო. ვფიქრობ, ვნახეთ სნოუბორდის შესანიშნავი შეჯიბრება. მაღალი დონისა და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ისეთივე კარგ შოუს ვნახავთ, როგორც დღეს. მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ამ წუთისთვის არის უკვე დასრულებული. აქ მოსულ დამსვენებლებს უკვე შეუძლიათ გადმოინაცვლონ მეორე სივრცეში ზამთრის ფესტივალზე გიზგიზზე, სადაც არის მუსიკა, გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. შესაბამისად შეუძლიათ, რომ ისი ამოვნონ ამ ყველაფრით. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები გუდაურის ცენტრალურ ნაწილში, ასე ვთქვათ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობით დაკავებულიყვნენ. ერთის მხრივ გულშემატკივრად სპორტსმენებისთვის, მეორეს მხრივ კი მოესმინათ მუსიკისთვის ან გაცნობოდნენ ქართველი მეწარმეების ნამუშევრებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ჩამოსულ სტუმრებს დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.